ფაბრიკანტები იყო პრინციპში გამოვაზრებელი მოძა. ეს დაამტვირეს ხოჭის ერთ-ერთი ინსტალაცია. After ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მწერალთა სახლში ფანარტი, მასპინძლობს მოდისა და დიზაინის დღეს. მართალია მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კონსულტანტები ნინა ციბინიშვილი მოდაში და დიზაინში გუგა კოტეტიშვილი დღეს სწორედ იმ მიმართულებებზე და ტენდენციებზე ილაპარაკებენ, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ, თუ როგორ უნდა განვითარდნენ, რას უნდა მიაღწიონ და როგორ გახდნენ წარმატებული შემოქმედები. ეს არის დიზაინის ასე ვთქვათ კონკურსი და მოდელები, რასაც ნინო ჩუბინიშვილი განიხილავს ალბათ. თავისთავად ძალიან საინტერესო წამოწყება და კარგია რომ ეს კონკურსები კეთდება. ფანარტზე გავაკეთე ინსტალაცია, რომელშიც გამოყენებული მაქვს ძირითადად ორი ფერის განათება და არის მუსიკა შემოტანილი და ინსტალაციის აზრი არის ის, იდეა არის ის, რომ რაღაც მინდა რომ სიმბოლოებით გამოსახო რაღაცეები და ეს არის თავისუფლების იდეა. რომ ეს თქვათ მზე, რომელიც არის გამოყენებული, არის რაღაც სიკეთის და ცოდნის სიმბოლო. ეს ჩიტი და ზოგადად ამ შემთხვევაში არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელიც ცდილობს რომ გახდეს თავისუფალი და რაღაც ახლისკენ მიუტყვის და ამიტომაც დაფრინავს აი ამ სივრცესთან, სიკეთესთან და ცოდნასთან ახლოს და თუ ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ თავისუფალნი, უნდა ვიფრინოთ რაც შეიძლება აი ახლოს აი ამ სიკეთესთან და ცოდნასთან. ვანდერსაღამი ჩემელზეც საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ აქ არის იყო რაღაცა გაუთავებელი ქებადიდება ერთმანეთის და რაღაცა კონსტრუქტიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვისაუბრეთ ზოგადად იმაზე, რომ მეტი უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ვეცადოთ კრიტიკული ანალიზი ვისწავლოთ ერთმანეთის ნამუშევრების და მეტი ცოდნა. ჩვენი პრიორიტეტი იყოს არაგაუთავებელი გამარჯვება, რაღაცა პრემიების აღება, გაუთავებელი პიარი, რაღაცა არამედ მართლა შემოქმედებითად მივუდგეთ და მთავარი იყოს ნამუშევარი როგორია.